Before presenting to you the content of the resolution, სანამ რეზოლუციის შინაარსს გაგაცნობთ, საქართველოს მსურს პირადი შენიშვნით დავიწყო. საქართველოს საკითხზე საკმაოდ დიდი ხანი ვიმუშავე იმის სათქმელად, რომ ეს არ არის რეზოლუცია, რომელიც საქართველოზე მინდოდა წარმედგინა. ეს არ არის დებატები, რომელსაც მოველოდი ამ საგაზაფხულო სესიაზე. სამწუხაროდ სიტუაცია იანვრის შემდეგ არ შეცვლილა და ჩვენი ასამბლეის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით პროგრესზე ანგარიშის წარდგენა შეუძლებელია. პირიქით, სამოქალაქო საზოგადოების წევრებისა და დემოკრატიული ოპოზიციის ინფორმაციით სიტუაცია გაუარესდა. დელეგაციის რწმუნებათა სიგელების რატიფიცირებისას ასამბლეამ ხაზი გაუსვა მკაფიო რეკომენდაციებსა და მოთხოვნებს ქვეყანაში კრიზისის გადაჭრის თვალსაზრისით. დღევანდელი რეზოლუციის ტექსტში ჩვენ ვაჯამებთ საქართველოში განვითარებულ პროცესებს იანვრის დებატების შემდეგ. ძალიან მწუხვართ, რომ ჩვენი რეკომენდაციების თვალსაზრისით არანაირი პროგრესი არ ყოფილა. პირიქით, ჩვენს რეზოლუციაში ხაზგასმულია საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილი არაერთი ცვლილება, რომელიც ამ გარემოს დემოკრატიული არჩევნებისთვის კიდევ უფრო არახელსაყრელს ხდის. დაპატიმრებები და სამართლებრივი პროცესების ბოროტად გამოყენება მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო ლიდერების წინააღმდეგ განუწყვეტლივ გრძელდება. გრძელდება წინასწარი პატიმრობის ვადის გაგრძელება შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციის სისასტიკის შემთხვევები ჯერ კიდევ გამოუძიებელია. დაუსჯელობა გრძელდება. ძალიან ვწუხვართ ადამიანის უფლებათა დამცველების ანგარიშების გამო, რომელთა მიხედვითაც დემონსტრაციებთან დაკავშირებით დაკავებული პირების დიდი ნაწილი დაკავებისა და პატიმრობის დროს წამებასა და არასათანადო მოპყრობას დაექვემდებარა. ეს გაუარესება უნდა შეწყდეს. დრამატული დემოკრატიული უკუსვლა უნდა შეიცვალოს. ასამბლეის რეკომენდაციები და მოთხოვნები დაუყოვნებლი უნდა განხორციელდეს. When we analyze the situation in a member state, როდესაც წევრ სახელმწიფოს ანალიზს ვუკეთებთ ვეყრდნობით დემოკრატიის ქვაკუთხედებსა და სტანდარტებს. შეგახსენებთ, რომ ესაა სამართლის უზენაესობა, თანასწორი გარემო, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რაც მთავარია ადამიანის უფლებები. თუ ჩვენ ვითარება საქართველოში ამ კუთხით შევაფასებთ, სამწუხაროდ უნდა ვთქვათ, რომ ყველა ამ მიმართულებით ვითარება უარესდება. ჩვენ ვადევნებთ თვალს სერიოზულ დემოკრატიულ უკუსვლას ქვეყანაში და ეს ეხება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. საბედნიეროდ არ მჭირდება თქვენთვის იმის შეხსენება, რომ აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ჯანსაღი დემოკრატიის საკვანძო ელემენტია. შექმნილ ვითარებაში საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების სივრცე მცირდება. პარლამენტმა არ გაიწვია კანონი უსხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომელიც აქ მრავალი განხილვის საგანი იყო და ჩაანაცვლა ფარას ქართული ვერსიით, რომელიც უსხოელი აგენტების რეგისტრაციასთან დაუმორჩილებლობას კანონსაწინააღმდეგოდ აცხადებს. მონიტორინგის კომიტეტმა ვენეციის კომისიას ამ კანონის შესახებ გადაუდებელი მოსაზრების დაფიქსირებას თხოვა და მოუწოდებთ ხელისუფლებას, რომ ნებისმიერი სახის რეკომენდაცია სრულად დააკმაყოფილოს. ამასთან მიმდინარე კვირას ქართულმა ოცნებამ დააინიცირა ახალი კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ნებისმიერმა უცხოურმა დონორმა, მათ შორის ჩვენმა უწყებამ, გრანტის გასაცემად ავტორიზაცია საქართველოს მთავრობას უნდა სთხოვოს. ეს განვითარებები რისკს უქმნის არა მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოებას, არამედ დემოკრატიულ სტანდარტს ქვეყანაში. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი მედიაა. სამწუხაროდ საქართველოში მედია გარემო უარესდება. ოპოზიციის აკრძალვას რაც შეეხება. თუ როგორ ვექცევით ოპოზიციას, მედიას და სამოქალაქო საზოგადოებას. ამით ფასდება დემოკრატია და ამ მხრივ არის უმძიმესი უკუსვლა. ეს არაა ის ანგარიში, რაც გვსურს. ჩვენ გვსურს ვისაუბროთ პროგრესზე, სადაც ამ დარბაზში ვიხილავთ ორივეს, მართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს, ჩვენს კოლეგებს, რათა ჩვენთან ერთად განხილონ ეს საკითხები. Of course, none of this can leave us indifferent, but it's for that reason that we believe it's essential that dialogue with Georgia remains. მიმდინარე პროცესების მიმართ გულგრილი ვერ დავრჩებით. სწორედ ამ მიზეზით ვფიქრობ საქართველოსთან ღია დიალოგია საჭირო. სირთულეების დროს დებატები კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ასე რომ რწმუნებათა სიგელების შეჩერების იდეას არ ვემხრობი. ვფიქრობ ეს იქნება სერიოზული შეცდომა, რომელიც შექმნის იზოლაციის რისკს, რაც ჩვენი ანსამბლეისა თუ ორგანოების მთავარი პრინციპებისგან კიდევ უფრო მეტ დაშორებას შეუწყობს ხელს. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოზე, არ ვსაუბრობთ მხოლოდ საქართველოს მთავრობაზე. ვსაუბრობთ ხალხზე, რომელიც იმედის თვალით გვიყურებს. სამოქალაქო საზოგადოებაზე, რომელიც აქტიური და გამბედავია. ახალგაზრდებზე, რომლებიც იბრძვიან ჩვენი ღირებულებებისთვის. მათ უნდა იგრძნონ ჩვენი მხარდაჭერა. ღია დიალოგის შენარჩუნება ქართული ოცნებისთვის არ ნიშნავს, რომ მათთან სრულ შეთანხმებაზე მივდივართ. პირიქით, მთავრობას უნდა ჰქონდეს გამბედაობა, რომ აღადგინოს რწმენა საკუთარი თავის მიმართ. და თუ ეს არ შეუძლია, უნდა ჰქონდეს გამბედაობა, მისცეს ხალხს უფლება თქვან სათქმელი ახალ არჩევნებზე. იმედი გვაქვს, რომ ქართული დელეგაცია მალე დაბრუნდება, რადგან დიალოგი დუმილს ყოველთვის ჯობია.
აზრების გაცვლა და დებატები პრობლემის გადაჭრის გზაა. ასე რომ უნდა დავრჩეთ ჩვენი პრინციპების ერთგულნი და არ დავკეტოთ კარი გაუმჯობესებისთვის. ends up